გამარჯობა, დღეს ჩვენ უკვე მე-7 ვიდეოს წერ და მიხარია რომ ვიყურებთ და მისმენთ ვინაიდან ერთგვარ мотивაციას მაძლევს იმისთვის რომ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელო აი ამ ფორმატში მუშაობა. ასევე მიხარია რომ ბევრმა ადამიანმა დაიწყო საუბარი სოციალურ ქსელში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროპაგანდასთან ბრძოლაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ სასულიერო პირების ნაწილმაც დაიწყო უკვე ხმამალა საუბარი რუსულ რეჟიმზე და ერთ-ერთი არის არქიმანდრიტი დოროტე ყურაშვილი, რომელიც საუბრობს რომ ის ადამიანები, ვინც აქციებზე გვარბევდა და ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებდა, შემდეგ უკვე წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვეს და არქიმანდრიტი საუბრობს რომ წმინდა გიორგი არ იყო მაწამებელი, იგი იყო პირიქით მოწამე და ძალიან შეუსაბამოა ამ ადამიანების წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვება, ხო? ну, რა თქმა უნდა, იცით ვიზის არის საუბარი, გომელაურზე, ხარებაზე. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს სახელებს, როგორც ადრეც ვთქვით, ესენი უბრალოდ პაიკები არიან და შეცდომაში არ შემყავართ უბრალოდ იმდენად უაზროა მათი გვარების ესეთი დაკონკრეტება, რომ თქვენს ბევრს არ მოგაწყენთ. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია მართლა ყველას თავის სახელი დაერქვას. ეს ადამიანები არიან მართლაც მწამებლები, არიან ისინი, ვინც რუსულ რეჟიმს ჩაყვებიან ბოლომდე და ებრძვიან თავისუფალ მოქალაქეებს, ვისაც სამშობლოში მართლაც უნდათ კეთილდღეობა და უნდათ ელემენტარული ის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ისე მაიმუნები. მარტივად რომ ვთქვათ, ბევრს ხარ ვითხოვთ არაფერს. ევოლუციამ თავის იქნა, მაგრამ ზოგი ადამიანი ისევ ცდილობს რომ გახდეს მაიმუნი. ალბათ ეს რაღაც საწყისებთან დაბრუნებაა, თუმცა ვართ აქ ადამიანები, ვისაც გსურს რომ ვიწოდებოდეთ ადამიანებად, ანუ კონდეს უფლებები, რა ვიცი, პატივისცემით ვეყრობოდეთ ერთმანეთს, კონდეს ნორმალური პირობები და მეორე მხარეს არიან ადამიანები, მეორე მხარეს არიან უბრალოდ მაიმუნები, რომლებსაც უნდათ რომ ყავდეთ ერთი ბელადი ზევით სადღაც დასმული, რომელიც მისცემთ ბრძანებებს, გაადებილებს, მოატყუებს, რა ვიცი, ეხლქვეშ გაიფენს, გამოიყენებს და ისინი მაინც თავისი ბელადის მორჩილები და რა ვიცი ქადაგებლები იქნებიან. უბრალოდ ჩვენ არ ვართ ეგეთები და რა გავაკეთოთ. მესმის რომ ზოგიერთს გინდათ მაიმუნები იყოთ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა რომ ადამიანები გვინდა ვიყოთ. მიზეზი იმისა თუ რატომაც გვინდა ევროპა არის ზუსტად ეგ რომ ну იქაც ხალხს უნდა რომ ადამიანებად იწოდებოდნენ და ადამიანები იყვნენ, ქონდეთ ესეთი პირობები, როგორც შეგვეფერება და რატო არ გვინდა რუსეთი, იმიტომ რომ რუსეთშიც რა ვიცი პუტინს თავის მოქალაქეები მაიმუნები გონიან. ასევე რა ვიცი ლუკაშენკოსაც თავის მოქალაქეები მაიმუნები გონიან. ასევე ჩვენთანაც ბიზნა ივანიშვილს თავისი მოქალაქეები მაიმუნები გონია. ეგ არის რა, არ ვიცი. გინდათ რომ მაიმუნები გერქვათ? მე არ მინდა რომ თქვენ მაიმუნები გერქვათ. კიდევ რითი დასტურდება ეგ ამბავი. გატყობენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მაგალითად აი რაჟდენ კუპრაშვილი რო დასვეს ეხა და რაღაც ფარას კანონის აღსრულება რომ მიაბარეს, ხო ნახეთ რაჟდენას პოსტები. რაჟდენას პოსტები ხო ნახეთ რაჟდენას. ჯერ რომ 2012 წლებში მიშას რო აზიარებს ასე შემდეგ. და მე ყველაზე ეს არის ხადაობა ამბავში არის რომ რაღაც იცი როგორი პოსტი აქვს გაზიარებული, აი ჯობი ამ გლებში იყო ბოლო ვიდრე ბოზებში პირველიო. რაჟდენ კუპრაშვილი აზიარებს ამას. თვითონ სად არის არ ვიცი. უფრო ბოზებში. რაჟდენა შენ არ ვიცი გლებს რას უწოდებ, მაგრამ იმ გაგებით რა გაგებითაც ქუჩაში უწოდებენ გლებს, ეგ შენ ნამდვილად არ ხარ. კარგი, მაგას თავი გავანებოთ ანუ რაჟდენა მაინც სასაცილო კაცია და გავიცინეთ რაჟდენაზე. უბრალოდ სასაცილო არ არის ეგ ამბავი რა რეალურად რა. ამას წინათ უყურებდი ერთ-ერთ გადაცემას და ფაქტია რომ ვიღაცები თქვენ ხარჯზე ძალიან დიდრდებიან რა. ამას წინათ ევროპაში რაღაც საყიდლებზე შესულან ქალბატონები, არ ვიცი რას ყიდულობდნენ, ну არც მაინტერესებს. და ბოლოს აი, როდესაც უკვე უნდა გადაიხადათ, ახლა როგორც ვიცი 35,000-ის ქეშად გადახდა მოუთხოვიეთ. თქვენი აზრით რატომ მოითხოვეს ქეშად გადახდა ამ ქალბატონებმა? დაფიქრდი. რატომ მოითხოვეს შენი აზრით ქეშად? კიდევ ერთხელ გიმეორებ. იმიტომ ხომ არა რომ ფულის გათეთრება უნდათ, არ უნდათ რომ გამოაჩინონ ეს 35,000 სად მიდის. იცით რატო არ უნდა გამოაჩინონ ეს თანხა, იმიტომ რომ თავენთი არა თქვენი ფულია, თქვენი. ხო გესმის რასაც გეუბნები, ანუ ვიღაცები ოქროებს, რაღაც მდიდრულ რაღაცებს ყიდულობენ ევროპაში დადიან, ცუდ ევროპაში შენ რო გატყუებენ და გეუბნებიან რომ გარაყვნილია, ყიდულობენ 35,000 სამკაულებს, საათებს, სუნამოებს და ასე შემდეგ. მე ჩამოდიან და შენ გაბოლებენ და გეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად არის, ევროპაა ცუდი, შენც კარგად ცხოვრობ. შენც გჯერა, მაგრამ რატო გჯერა? ხო ხედავ მაცივარში რა გიდევს საჭმელი, ხო ხედავ რომ რაღაც გადასახადებს ვერ იხდი, ხო ხედავ რომ ნორმალური ჯანდაცვა არ გაქვს. რატომ გონია რომ ეგ ბუნებრივია და ეგრე უნდა იყოს? არ უნდა იყოს ბუნებრივი. ევროპის ქვეყნებში ეგრე არ არის, იმიტომ რომ ისინი ადამიანებად გრძნობენ თავს, ადამიანებად. ჩვენ კი რავი,
მაიმუნებად გრძნობ თავს ეგ განსხვავება. ამიტომ და გამოვიდეთ ქვის ხანიდან. ყოველთვის ამას გეუბნები, ქვის ხანა არ დასრულებულა ჩვენთან. ეგ არის ქვის ხანა პირველ რიგში მოდის იცით საიდან გონებიდან. ჩვენ თუ ვიტყვით რომ ქვის ხანა გვინდა, ვიქნებით ქვის ხანაში. ჩვენ თუ ვიტყვით რომ ადამიანობა გვინდა და გვინდა ვიყოთ რაღაც კეთილდღეობაში და ნორმალურ სახელმწიფოში, მაშინ ვიქნებით მანდაც. ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ თუ გავახელთ რაღაცა თვალს და გავხსნით twins ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლება. კიდევ ერთ საკითხს ვუბრუნდები რა, ახლა რო არის რომეო მიქაუტაძე და პატიმრებული თქვენი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რო იყო და ახლა რო დააკავეს ისო თქვენებმა ფულის მითვისებაში მაგისი ცოლი ნინო მიქაუტაძე ერთ-ერთი ინტერვიუს დროს საუბრობს რომ რა არისო კაცო როლექსი და კარტიო ყოველ მეორეს აქვს ოჯახშიო ანუ რავი, ეხლა რამდენი ნახავთ ამ ვიდეოს, რავი, 1000, 10000. მე დაფიქრდით, ანუ გაქვთ როლექსი და კარტიე შენახული, მე არ ამგონია რამე გქონდეთ მსგავსი, არ ვიცი. რატო გონია ნინო მიქაუტაძეს რომ ყოველ მეორეს როლექსი და კარტიე გაქვთ სახლში? იმიტომ ხომ არა რომ რეალობას ვერ აფასებს, იმიტომ ხო არა რომ დებილები გონიხართ, ან იმიტომ ხო არა რომ უბრალოდ გაზდის ეს ყველაფერი. რომ შევეშვათ ნინო მიქაუტაძეს და რა ვიცი, რომეო მიქაუტაძეს, ხო როგორც გიხარით სახელები არაფერს ნიშნავს ჩვენთვის. დარწმუნებული ყავით რომ ყველა ვინც კი მაღალჩინოსანია კონცეფციაში სუსტად ესე ფიქრობს, რა ვიცი, ხარიბაშვილი, მისი ცოლი, რა ვიცი, ყობახიძე, ყველა, რა ვიცი. ვინც ოდნავ რაღაცას წარმოადგენს თქვენთვის, ყველა ფიქრობს ეგრე, რომ ყოველ მეორეს კარტიე და როლექსი აქვს და ასე შემდეგ. რა ვიცი, თავს ატო ისულელებთ. ანუ თქვენ შეიძლება არ გინდოდეთ რა უბრალოდ იმის დაჯერება, რომ მართლა ესე გექცევიან რა. ძალიან რთულია მესმის ეს ფსიქოლოგიურადაც. აი წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელსაც ენდობი, რომ გატყუებს ამის დაჯერება არის ძალიან რთული მომენტი, მაგრამ ხო ფაქტია რომ ეგრეა. რაც უფრო დიდხანს მისცემთ ამ ხალხს ლეგიტიმაციას, მით უფრო ესე მოგიქცევენ მაიმუნებივით, მით უფრო მოგატყუებენ, მით უფრო ჩლუნგებად მიგიჩნევენ. ანუ მე რეალურად მართლა შენთვის კარგი მინდა ამას რო გეუბნები, ანუ არასდროს ქართული ოცნებიდან ამას არავინ არ გეტყვის. შეიძლება ხა მტერი გოგონო ამას რო გეუბნები, მაგრამ ხო იცი საკუთარი მე შინაგანი ხმაო და რაღაც ეს ჩათვალო შენი შინაგანი ხმა ვარ და მეორე ნაწილი გელაპარაკება საკუთარი თავის ანუ ეგრეა რეალურად ანუ ნინო მიქაუტაძეს რო როლექსი და კარტიე აქვს ძალიან ბევრი და გონია რომ თქვენს ყოველ მეორეს ეს გაქვთ აი რავი რა ეხო აბსურდია რა და როდესაც რამდენი ათასი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს საქართველოში ანუ საერთოდ რეალობასთან ახლოს არ არის თქვენი ხელისუფლება ანუ ვერ ხვდება საერთოდ ვის ელაპარაკება როდესაც ეს ბმა არ გაქვთ ხელისუფლებასთან რავი ესე რატო უჯერებთ რავი ხონდა იაზრონოთ იფიქროთ რა ეხო ხედავ აი ეს ადამიანი ადრე ჭამდა ფულს რა რავი ტონობით ფულს ჭამდა რა ვერ გაძღა შობლძაღლი მაგრამ ჭამდა რა რომეო მიქაუტაძე როგორც ჩანს ნინოსთან ერთად თავის მეუღლესთან ერთად ესპანეთში სახლი უყიდია მინდა გითხრათ გარყვნილ ევროპაში ხო და ასე ჭამს ყველა რა ტონობით ჭამენ რა ხო და ხო ხედავ აი დაიჭირეს უკვე ეგეთი ერთი ადამიანი იმიტომ რომ რავი მოიშორეს გაყიდეს ეთყობა რაღაცაში აღარ გამოადგათ და ყველას ეგრე გაყიდიან რა თქვენს ეგრე ანუ არავინ არ აინტერესებს ანუ ბიძინას არ აინტერესებს არავის გარდა საკუთარი თავისა ყველას ესე მოიშორებს ყველას ესე გაყიდეს თქვენც ესე თქვენ ყველასთან მოვა რა ხო და სანამ დრო მოიშორეთ რა ანუ ადამიანი იგრძენით თავი ადამიანად რამეს გთხოვთ განსხვავებულს თავი იგრძენით ადამიანად ხო და როცა ამას იგრძნობთ მე ჩათვალეთ რომ თქვენს გახდებით ბიზნეს ოპონენტები. მაგას თავი რომ გავანებოთ. ახლა ხარ დანიშნეს მინისტრად ჯეკა, ბოდიში, გეკა გელაძე, გელა ქვია, მაგრამ გეკას ეძახის ყველა და იმაზე ვღადაობ რა. თვითონ Facebook-ს ოფიციალურ გვერდზეც გეკა სიუწერა არის, გელა ქვია და მე მოფერებით ხარ. იმას აი, ხოცი შეყვარებულები ან რაღაც ცოლ-ქმარი რო არიან, მოფერებით რო ეძახიან სახში რაღაცებს, აი, ფისო რაღაც ეგ შეიძლება მალე ეგრე დააწერონ ფისო გელაძე რა რაღაც. ხო რაღაც, ანუ ბიჭო, კაც გელა ქვია და დაუძახეთ გელას, რა გეკა, რავი. და რა ჯეკა, რავი, დაუძახეთ გელა გელაძე რა. ხო და ამ გეკა ხო მე გეკას დაუძახებ ხა არ ვაწყენ. ხო და ამ გეკას мама რო 18 წლის ბიჭს ესროლა იარაღი, ეგ იცით რომ გირაუთი გამოუშვეს კონცების დროს. გირაუთი გამოუშვეს და რავი, ის ბიჭი ადგილზე იქ მიატოვა, ანუ წარმოიდგინეთ როგორი მომენტია. ეს გეკა გელაძის мама ესვრის 18 წლის ახალგაზრდას ქუჩაში ტოვებს ის თავისი ფეხით მიდის საავადმყოფოში რა ძლივს და რა ხო და იქვე აი როგორ სისასტიკეა რა და ეს შინაგან საქმეთა მინისტრის мама და უფარდებენ გირაოს როდესაც ციხეში ვისვამენ
ზია ამაღლობელს, ნინო დათაშვილს, პედაგოგს, რა ვიცი, სინდისის პატიმრებს 21 წლის მათე დევიზიას 4 წელი და 6 თვე. და რისთვის? იმისთვის რომ უბრალოდ რაღაც ხოდა ხელი აუწითლდა, იმას ლოყა აუწითლდა, ხო ხედავ? ადამიანმა ტყვია ესროლა, ინაღა მოკლა 18 წლის ბიჭი. და გამოუშვეს გირაუთი. ანუ ამას გეუბნები უსამართლობას გელაპარაკები ზუსტად ამას, ხო? და კიდე თქვენი გამკვირვებია რა. ადრე თუ იძახთით რომ მე მინდა სამართლიანობა და სამართლიანი სახელმწიფო შევქმნა და ნაცები არიან უსამართლოები და ესა და ისა, შეკაი კაცო და შეკაი ქალო და რა ვიცი. როცა ხედავ რომ აი აქ უკვე უსამართლობა აღარ არის, ხმას რატო არ იღებ რა? ესე იგი შენ სამართლიანობა კი არ გინდა და შენ უბრალოდ შენი ვიწრო რაღაცა ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებით. ეგ არის კატასტროფა რა. სამართლიანობა არის ესეთი რაღაცა, რაც ცოტა ობიექტური უნდა იყოს, ანუ შენ თუ ხედავ უსამართლობას სადღაც ეს უსამართლობა უნდა გააპროტესტო რა. მნიშვნელობა არ აქვს ამას აკეთებს, რა ვიცი. ნაცი, ქოცი, რა ვიცი. თუ ვინ, ამიშველობა უსამართლობა არის და უსამართლობა უნდა გააპროტესტო. შენ იმ უსამართლობას თუ ხედავდი, მაშინ ამას რატო არ ხედავ? ესე იგი ხარ, რა ვიცი, ცუდი ადამიანი ხარ მინიმუმ რა. უკვე მაიმუნიც არ ხარ ცუდი ადამიანი რა. მიზანმიმართული ბოროტების ჩამდენი ხარ და გამპრავებელი ხარ ჭყალებში. 21 წლის ბიჭის ციხეში ჩასმას რომ კომენტარს უწერო, აი ღირსი იყო და ეს იყო და ჯეკა გელაძის მამაზე არაფერს ვარ ლაპარაკობ, ხარ უნამუსო ტიპი რა. ეგ არის ფაქტი და რა ჩაიხედე სარკეში და სინდის ჩახედე და გეტყვის ეგეც, რომ ეგ იგივე ხარ. მაგას თავი გამონებოთ. რო ლაპარაკობდით, რომ აი ციხეებში ეს ხდებოდა და პოლიციელები ესე იქცეოდნენ და ხალხს აწამებდნენ. აი ამას წინათ 6 ივნისს დასუფთავების თანამშრომლობა იჩხუბეს ერთმანეთში და მივიდა პოლიცია და დააკავა ესენი და წაიყვანეს განყოფილებაში და ერთ-ერთი ალან ყაყიტაშვილი, რომელიც ყავდათ აი ეს დაკავებული იზოლატორში დროებით, რავი, რა ქვია მაგას. გვერდით ვინც ყავდათ ასევე დაკავებული მასთან ერთად იძახდა, რომ ამბობს, რომ ცემის ხმები რა, გინების ხმები გამოდიოდა და უცებ შეწყდა ეს ხმა და ადამიანი წაიყვანეს პირდაპირ საავადმყოფოში მეორე დღეს. და მე გარდაიცვალა. ანუ წარმოიდგინეთ, პოლიციის განყოფილებაში ურტყეს ადამიანს ხელი, აგინეს, იმდენამდე მიიყვანეს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მე მოკვდა ეს ადამიანი. ანუ ეს კვლელობა აბა რა არის, ხო? ანუ თუ ამბობ, რომ იქ ესეთი რაღაც ხდებოდა ადრე, ამას რატო ვერ ხედავ, რა დაბრმავდი? ანუ რა მოგივიდა საერთოდ? ანუ შეგრძნება არა გაქვს ადამიანობის საერთოდ? ანუ ეს ხო რეალობაა და ფაქტია, ამას ხო ვერ დამალავ არა? და რამდენი შემთხვევაა ასეთი რა. და შენ თუ ამას რავი თვალს არ უსწორებ, ესე იგი ადამიანობასთან ახლოს არ ხარ რა. ესე იგი დაემორჩილე ბოლომდე ვიღაც შუშის კოლბიან ტიპს და ყველაფერს უმართლებს საერთოდ მაგას. ეგ არის, ანუ შენ გონია რომ შენამდე არ მოვლენ, მაგრამ შენ ყველასთან მოვლენ რა, აბსოლუტურად რა. ამას რო ხედავ და რეაქცია არა გაქვს, ელემენტარული ხარ, რავი, როგორ გითხრა, ანუ შორს ხარ ადამიანობისგან რა და უნდა მოუბრუნდე ცოტა რა. უნდა დაფიქრდე რაღაცაზე. და ნუ თქვენ ახლა თავს განებებთ კოცებო და იმ ადამიანს უნდა მიმართო, ვინც დანებდა რა. დანებდა, ნუ ან დანებების გზაზე, ან რაღაცა ელოდება მესიას როდის ჩამოვა და ასე შემდეგ. მოკლედ მესია არასდროს არ ჩამოვა მეგობრებო აქ რა. თქვენ გასაკეთებელს არც არავინ არ გააკეთებს. ეხლა ზოგი იცით როგორი მომენტია, აი ვინც ადრე იდგა და ახლა აღარ არის პროტესტში, შორიდან აი განყენებული დგას და იქიდან რაღაც ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ თითქოს აშავებს ამ აქციის მონაწილეებს და რაღაცა სასაცილო რაღაცეებს შემოაქვს. ვერ ხვდები უბრალოდ რა გინდა, ანუ შენ თუ დანებდი და რაღაც გახვედი ამ ამბიდან ძალა აღარ გაქვს, მაშინ გადი ხო? ანუ მე ხო ძალით არ მომყავდი იქ არა? აღარ გაქვს ძალა, კაი დაყენდი არა ხო? მაგრამ ერთგვარი ეს ჩემი აზრით არის ის, რომ თავის მართლება გინდა რა, ანუ საკუთარი თავის გამართლება გინდა, რომ რაღაცა შენი დანებების მიზეზები მომითხოვრო და მითხრა რომ აი ამიტომ აღარა ვარო ესე და იქ სხვა მიშას დროშა გამოიტანა ვიღაცა. ანუ ბიჭო ხედავ რომ რეჟიმი გმართავს, ხედავ რომ რავი თავზე გადაგიარეს, ხედავ რაღაცა ვირეშმაკულ კანონებს, ხედავ რომ 4 და 6 წლით და მეტი წლით ბიჭებს იჭერენ, ხედავ რომ რაღაც სამუდამო ემუქრება გიორგი ახობაძეს. ამ ყველაფერს შენ ხედავ და სადღაც სახლიდან რომ რაღაც იდიოტურ კომენტარებს მიწერ, ადექი და გამოდი და დადექი, იქ თუ პროტესტის შეგრძნება ისევ დაგრჩა და თუ კიდე არ დაგრჩა და რაღაცა გადახვედი მეორე მხარეს, მაშინ იყავი იქ, ხო? ხმა მაინც არ ამოიღო ელემენტარული არა? ანუ რავი რა უნდა გითხრა რომ მე შენ რაღაცა როგორი მესიჯები გინდა გამოვიდე რა, мотиваციაზე მომყვანი მესიჯები გითხრათ, შეძახილები გითხრათ, აი სავარჯიშოდ რინგზე რო გადიან ადამიანები და მაგათ რო რაღაცა იმას აჩვენებენ ფილმებს, ეგეთი ფილმები გაჩვენოთ, რა სიტყობ ჩემგან რა. თუ გაწუხებს რეჟიმი, გამოდი და დადი გააპროტესტე, თუ არ გაწუხებს, კიდე იჯექის სახში მიგეხვეწება გამოსვლას, ხო?
ანუ ვერ ვხვდები რა გინდა გააკეთო. ეს არ არის რაღაც ისეთი პროტესტი, რომელიც ვიღაცის მართულია და ეს არის წმინდად ინდივიდუალური ჩვენი რაღაცა პროტესტის გამოხატვის და მეც ვიცი იქ რომ ეხლა დღეს 100,000 კაცი არ დგას, მაგრამ გავდივარ, იმიტომ რომ რავი, სხვა რა უნდა გავაკეთო სახში ამ შემთხვევაში, ანუ აქ სახში ხარ ჩავждები და ფარხმალს ხარ დავყრი არა. გავდივარ და რავი, ველოდები კონკრეტულ მომენტს და ვიცი რომ დადგება ეს კონკრეტული დრო, როცა ბევრი ვიქნებით და რა ვიცი, ამ რეჟიმსაც მოვიშორებთ და რავი, თუ არა გაქვს ამის რწმენა და ამის შეგრძნება, კი ბატონო, რა ვიცი, გზა ფართოა და შეგიძლია წახვიდე, მაგრამ ისე ნუ აკეთებ, რომ ვითომ თავს იმართლებ იმის, რომ აი მე კი არ დავნებებული ვარ უბრალოდ იქ ვიღაცები დგანან სხვები. არავინ არ დგას იქ სხვა, იქ ყველა დგას ის ადამიანი, ვინც აპროტესტებს. ზოგი ისე აპროტესტებს, ზოგი ასე. მე არავის პროტესტში არ შევდივარ, რა. პროტესტი არის ინდივიდუალური ფორმა და არც მის ხასიათში შევდივარ. იქ რომ გამოდის ადამიანი, ესე იგი რაღაც აწუხებს და შენს თუ გაწუხებს, ადექი და გამოდი.